მოგესალმებით. თუ გიფიქრიათ ოდესმე რა არის ის უცნაური თეთრი ზოლები ცაზე, რომლებიც თვითონ ფრინავის გავლისას რჩება. უბრალოდ წყლის ორთქლია თუ რაღაც სხვა. რატომ ჩნდება ზოგჯერ ისინი მხოლოდ კონკრეტულ დღეებში, რატომ რჩება ცაში ასე დიდხანს და რატომ ამბობენ, რომ ის არის ქიმიური კვალი, ანუ ქემტრეილი და წამლავენ. არის თუ არა ეს ადამიანების გონების, ამინდის და თვითონ მოსახლეობის კონტროლის იარაღი. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და საკამათო თეორიაზე. რეალურად რა ხდება ცაზე? შეიძლება ეს უბრალოდ შეთქმულება იყოს თუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ რაღაც უფრო დიდს. დარჩი ჩვენთან პოდკასტის ბოლომდე, რადგან ამ ვიდეოში მიიღებ პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ თემის მიმართ არსებობს. რა არის ქემტრეილი, ვინ დგას ამის უკან და მართლა მოქმედებს თუ არა ეს ჩვენზე. მანამდე კი თუ გიყვარს ისეთი თემები, სადაც სიმართლე და შეთქმულება ერთმანეთში იკარგება, აუცილებლად გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო და მოემზადე იმ სამყაროსთვის, სადაც ცის თითეული ხაზი შეიძლება ბევრად მეტს ნიშნავდეს, ვიდრე გვგონია. მოდი დავიწყოთ თავიდან. პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ვიცით, რომ თვითმფრინავები კონტრასტულ ბილიკებს, ანუ გრძელ ღრუბლებს წარმოქმნიან. თუმცა 1990-იანი წლების ბოლოს ბევრ ადამიანს დაებადა ეჭვები, კონკრეტული ძალები თვითმფრინავებიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას იდუმალ ნივთიერებას ხომ არ ასხურებდნენ, რაც ქიმიურ ბილიკებს წარმოქმნიდა და ეს ნივთიერები დედამიწის ატმოსფეროს შესაძლებლად გამოიყენებოდა. 1999 წელს გარემოსდაცვითმა ჟურნალისტმა უილიამ ტომასმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მან ქიმიური ბილიკების იდეა გააჟღერა. მან თავისი იდეების ნაწილი ამერიკის საჰაერო ძალების მიერ ამინდის მოდიფიკაციის შესახებ 1996 წელს გამოცებულ ნაშრომზე დააფუძნა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა 1991 წელს წარდგენილ პატენტზე ველსბახის ნაწილაკების დათესვა სტრატოსფეროში გლობალური დათბობის შესამცირებლად. ანუ იყო იდეა, რომ ატმოსფეროს ზედა შრეში გაებნიათ მეტალის ნაწილაკები, რათა მათ აერეკლათ მზის სხივები და ამით შემცირებინათ გლობალური დათბობა. 2000-იან წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა ფაქტების ფურცელი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შეთქმულების თეორიები იყო ტყუილი, რომელიც ნაწილობრივ გამყარებული იყო მათივე საჰაერო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული 1996 წლის სტრატეგიული დოკუმენტების ციტირებით. დოკუმენტს ერქვა ამინდი როგორც ეფექტურობის გაზრდის ფაქტორი. ამინდის მართვა 2025 წელს. ნაშრომი სამხედრო დირექტივის საფასუხოდ იყო წარმოდგენილი და ითვალისწინებდა მომავლის სტრატეგიული ამინდის მოდიფიკაციის სისტემის გამოკვეთას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო მომავალი სცენარების სიტუაციების გამოგონილი წარმოდგენები, ანუ სიმულაციები. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა 2005 წელს დაამატა, რომ ის ნაშრომი არ ასახავდა მიმდინარე სამხედრო პოლიტიკას, პრაქტიკას ან შესაძლებლობებს და რომ ის არ ატარებდა ამინდის მოდიფიკაციისთვის რაიმე ექსპერიმენტს და არ არსებობდა ამის გაკეთების გეგმები მომავალში. თუმცა ცხადია, შეთქმულების თეორიის მომხრებისთვის ეს განცხადებაც დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ქიმტრეილის ჯგუფები ასევე ხშირად აქვეყნებენ ვაქცინაციის საზნააღმდეგო პოსტებს და ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების უარყოფას, რაც ხელს აძლევდა COVID-19 პანდემიის დროს შეთქმულების თეორიის ზრდას. ახლა მოდი ვთქვათ, რას გულისხმობს ეს შეთქმულების თეორია. თვითონ ტერმინი ქემტრეილი წარმოადგენს ინგლისური სიტყვების ქიმიური და ბილიკი ნაზავს. ქიმიური ბილიკის შეთქმულების თეორია არის შეხედულება, რომ მაღალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებული ხანგრძლივი კონდენსაციის კვალი სინამდვილეში ქიმიური ბილიკებია, რომელიც შედგება ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებისგან და იფრქვევა მავნე მიზნებისთვის, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ამ შეთქმულების თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ ნორმალური კონტრასტული ბილიკები შედარებით სწრაფად იშლება, ნარჩენი კონტრასტული ბილიკები კი დამატებით ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს. თეორიის მიმდევრები ვარაუდობენ, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის მიზანი შეიძლება იყოს მზის რადიაციის მართვა, ამინდის მოდიფიკაცია, ფსიქოლოგიური მანიპულირება, მოსახლეობის კონტროლი, ბიოლოგიური ან ქიმიური ომი, ან მსგავსი აგენტების ტესტირება მოსახლეობაზე. და ამტკიცებენ, რომ ეს კვალი იწვევს სასუნთქი გზების დაავადებებს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს. ისინი ამბობენ, რომ ქიმიკატების კონტრასტული ბილიკებისგან გარჩევა მათი ხანგრძლივობით შეიძლება. მათივე თქმით, 90-იან წლების შემდეგ კონტრასტული ბილიკები განსხვავებული ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა და ცაზე გაცილებით დიდხანს ძლებს. თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ მეორე მსოფლიო ომის ეპოქის ფოტოებზე ნაჩვენებ ხანგრძლივ კონტრასტულ ბილიკებზე. ამის გარდა, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯიმ მარსმა, ქიმიკატების არსებობის დასამტკიცებელ არგუმენტად ლუიზიანას შტატის ტელევიზიის 2007 წლის რეპორტაჟი მოიტანა. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ სავარაუდოდ ჰაერში ქიმიკატების გაზომვის შედეგად მასში ბარიუმის დონე რეკომენდებულ ზღვარზე 3-ჯერ მეტი აღმოჩნდა. თუმცა კადრების შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ აღჭურვილობა არასწორად იყო გამოყენებული და ნაჩვენები მაჩვენებლები 100-ჯერ იყო გაზვიადებული. სინამდვილეში
ბარიუმის გაზომილი რეალური დონე ნორმაში და უსაფრთხო იყო. მომდევნო წლებში რამდენიმე ყალბი ვიდეო გავრცელდა. ზოგიერთზე ნისლიან ღამის კომერციული სამგზავრო თვითმფრინავის დაშვება იყო ასახული, რომელიც თითქოს რაღაც ნივთიერებას ასხურებდა. მერე მოიგონეს, რომ თითქოს ანგელა მერკელის გვერდით ბერლინის საჰაერო შოუზე წყლის ავზები სინამდვილეში ტოქსიური ქიმიკატები იყო და ასე შემდეგ. ყველა მსგავს ვიდეოზე დაამტკიცდა, რომ ასეთი ვიდეოები ან ყალბი იყო, ან სინამდვილეში თითოეული მათგანი სხვა რამეს ასახავდა. ამის მიუხედავად, შეთქმულების თეორიის მომხრეები დღემდე ამტკიცებენ, რომ ყველა ადამიანი თავდასხმის ქვეშაა. ამ საკითხზე სოციალური კვლევების არსებობს, მაგალითად, ამერიკის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის კვლევამ აჩვენა, რომ 2.6%-ს მთლიანად სჯეროდა შეთქმულების თეორიის, ხოლო 5-ჯერ მეტს ნაწილობრივ. რესპონდენტები ამბობენ, რომ მთავრობას აქვს საიდუმლო პროგრამა, რომელიც თვითმფრინავებს ჰაერში მავნე ქიმიკატების გასაფრქვევად იყენებს. ქიმიური ბილიკის შეთქმულების თეორეტიკოსები ხშირად აღწერენ თავიანთ გამოცდილებას როგორც გამოღვიძებას, თითქოს უცრად გამოფხიზლდნენ და გააცნობიერეს, რომ არსებობს ქიმიური ბილიკები. ეს გამოფხიზლება მათ სხვადასხვა რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებს. მაგალითად, ისინი ხშირად ესწრებიან გეოინჟინერიისადმი მიზღვნილ ღონისძიებებსა და კონფერენციებს. უხარისშემცველ წერილებს უგზავნიან იმ სფეროში მომუშავე აკადემიკოსებს. ქიმიური ბილიკის ზოგიერთი მომხრე იზიარებს ავსტრიელი მედიცინის დოქტორის და ფსიქოანალიტიკოსის ვილჰელმ რაიხის იდეებს, რომელმაც მილებისგან ღრუბლის გამანადგურებელი მოწყობილობა შექმნა. რაიხი ამტკიცებდა, რომ ეს მოწყობილობა გავლენას მოახდენდა ამინძზე და ატმოსფეროდან მავნე ენერგიას მოაშორებდა. ხო და ქიმტრეილის შეთქმულების ზოგიერთმა მხარდამჭერმა სწორედ ეს კლაუდბასტერები ააგო. ეს მოწყობილობა სავსე იყო კრისტალებითა და ლითონის ნატეხებით. ისინი ქიმიური ბილიკებისგან გასაწმენდან ამ მოწყობილობას ცისკენ მიმართავდნენ. ამის გარდა ცხადია, ქიმტრეილის მხარდამჭერები აგროვებენ ნიმუშებს და მათ ინდივიდუალურად ამოწმებენ. თუმცა ეს ექსპერიმენტები, როგორც წესი, არასრულყოფილია, მაგალითად, ლითონის თავსახურიან ქილებში ნიმუშების შეგროვება ნიმუშს აბინძურებს. და სინამდვილეში რა არის ეს ღრუბლები და ბილიკი? კონტრასტული ბილიკები თეთრი წყლის ორთქლის ხაზებია, რომლებსაც თვითმფრინავების უმეტესობა ფრენის დროს გამოყოფს. ატმოსფეროში სხვადასხვა ტემპერატურაზე ნივთიერებების ნორმალური ურთიერთქმედების შედეგი. თვითმფრინავის ძრავები ფრენის დროს ცხელ ნოტიო გამონაბოლქვს გამოყოფენ. დიდ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან ცივია, გამონაბოლქვში შემავალი წყლის ორთქლი კი ცივ ჰაერში კონდენსირდება. ქმნის წყლის პაწაწინა წვეთებისა და ყინულის ნაწილაკების ღრუბელს. თვითმფრინავების მოძრაობისას მათი გამონაბოლქვით შექმნილი ღრუბლები ტოვებს გრძელ თეთრ კვალს, რომელიც ცნობილია როგორც კონტრასტული ბილიკები. ისინი კონდენსაციის ბილიკები, ანუ წყლის ორთქლის ზოლები, რომლებიც ჰაერში თვითმფრინავის ან რაკეტის მიერ დიდ სიმაღლეზე ფრენის დროს წარმოიქმნება. კონდენსაციის ბილიკების გაფანტვის სიჩქარე მთლიანად დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. თუ ატმოსფერო წყლით არის გაჯერებული, ღრუბლები შეიძლება განკვეული დროის განმავლობაში დარჩეს. პირიქით, თუ ატმოსფერო მშრალია, კონდენსაცია სწრაფად გაიფანტება. ღრუბლებში სხვადასხვა ზომის ყინულის კრისტალები სხვადასხვა სიჩქარით ეშვება, რაც კონტრასტული ღრუბლების ვერტიკალურად განდევნას იწვევს. სიმაღლების შორის კი ქარის სიჩქარის სხვაობა კონტრასტული ღრუბლების ჰორიზონტალურ გავრცელებას განაპირობებს. ეს დაახლოებით იგივე მექანიზმია, რაც ბუნებრივი ბუმბულისებრი ღრუბლების წარმოქმნას იწვევს. ხო და ქიმიურ ბილიკებად წოდებული ღრუბლები სხვა არაფერია თუ არა უბრალო კონტრასტული ბილიკები, რომლებიც მზის სინათლის, ტემპერატურის, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ქარის ცვალებადობის და თვითმფრინავის სიმაღლეზე არსებული ტენიანობის დონის მიხედვით მრავალფეროვან პირობებზე რეაგირებს. ამერიკაში უამრავი თვითმფრინავი დაფრინავს, თან ყველა მიმართულებით, რაც ჯვარედინი კონტრასტული ბილიკების წარმოქმნას იწვევს. შესაბამისად, ხმელეთიდან ძნელია მის გარკვევა, გადაფარვის კონტრასტული ბილიკები ერთ სიმაღლეზეა თუ არა. ნიუ-ჯერსის საშუალო სკოლის ეს შესანიშნავი ვიდეო კი დაგეხმარება ვიზუალურად წარმოიდგინო თუ რა ხდება ზედა ატმოსფეროში კონტრასტული ბილიკების წარმოქმნის დროს. თქვენ ხედავთ, თუ როგორ შეიძლება ზეგაცივებული წყალი, მაგალითად ატმოსფეროში არსებული უფრო თბილ ჰაერთან შეჯახებისას ყინულის კრისტალებად გადაიქცეს. ალბათ უკვე ბევრჯერ თან დეტალურად არის აღწერილი კონტრასტული ბილიკების წარმოქმნის ბუნება და კარგად არის შესწავლილი კონტრასტული ბილიკების როგორც ცნობილი, ასევე პოტენციური გავლენა ტემპერატურასა და კლიმატზე. თუმცა
როცა რაიმეს დაჯერება გსურს, ყველა საწინააღმდეგო ფაქტის უარყოფას შეეცდები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ შეთქმულების თეორიის ნაწილი ხარ. თან საკმაოდ არარეალისტური და სასაცილოა ამტკიცო, რომ ეს ფენომენი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოიცავს ბოროტ სქემას, რომელშიც 10,000-ობით კომერციული პილოტი და საჰაერო მოძრაობის დისპეჩერი საკუთარი შვილების მოწამვლის გეგმაშია ჩართული. მაშასე ეს იყო ქემტრეილების თეორია, შეთქმულება, რომელმაც 10 წლეულებია ადამიანების შიში ეჭვი და უნდობლობა ჩაუნერგა, მაგრამ როცა რეალურ ფაქტებს ვეცნობით, დოკუმენტებს, ატმოსფერულ ფიზიკას და მეცნიერულ კვლევებს, ხედავთ, რომ სინამდვილეში არავინ გწამლავს თვითმფრინავებიდან და ის, რასაც ჩვენ ქემტრეილებს ვეძახით, უბრალოდ ბუნებრივი ფენომენია. საწამლავი კი შხამ ქიმიკატებით გატენილ საკვებში უნდა ეძებო. შეთქმულების თეორიების ყველაზე დიდი ძალა კი ისაა, რომ ისინი რთული სამყაროს მარტივ ახსნას გვაძლევენ. ისინი გვპირდებიან მიმზიდველ პასუხებს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. სწორედ ამიტომ გჭირდება מחვილი გონება, რომელიც კითხულობს, ამოწმებს და არ აყვება შიშს. რადგან როცა შენ ფაქტებით აზროვნებ, უკვე იმარჯვებ იმ სამყაროზე, რომელიც სიცრუით იკვებება. მე ვარ გიორგი და ეს იყო ჩემი პოდკასტის მომდევნო ეპიზოდი, სადაც ჩვენ არ უყვებით საშიში ისტორიებს. ჩვენ ყვებით სიმართლეს. გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს და დარჩი ჩვენთან. რადგან შემდეგ ეპიზოდში ჩვენ კვლავ გავხსნით კიდევ ერთ მითს და ვაჩვენებთ, როგორ გამოიყურება სიმართლე. დიდი მადლობა.